და ეხლა უნახავო თავებს იარაღებს იღებენ და ეს უცხოეთი კადრი აკეთებს. კადრები, რომელზეც ირაკლი ფირცხალავა საუბრობს, ნაწილია იმ მასალის, რომელიც მან დღეს გაავრცელა. ბუტარობაქიძის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ინფორმაციით დაახლოებით 10 წუთიანი მასალა 2004 წლის 24 ნოემბრის გამთენიას ღამის 1-დან 2 საათამდეა გადაღებული. დღემდე ეს ვიდეო საჯაროდ ნაჩვენები არ ყოფილა. ირაკლი ფირცხალავას გავრცელებული მასალა ბუტარობაქიძის და მისი მეგობრების დაკავების კადრით იწყება. რამდენიმე წამში ისმის სროლის ხმაც. მასალის მიხედვით დაჭრილ ბუტარობაქიძეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაახლოებით 1 წუთის შემდეგ ნახულობენ. ამავე მასალაში ისმის პატრულების ერთმანეთთან სხვა საუბარიც. ნაგანი ბოჭურე, მოხდაო. ნაგანია. ეს რა? ნაგანი. მოიცა, გამატარე. კალაშეს რაზოკია, ზოკალაშა. მოდი გადაიღე. ესე რა დგა. კალაშა. მანქანაში გადაიღე, კალაშნიკოვია. აქეთ შემო. კალაშნიკოვია მანქანაში. მოდი აქეთ, უყურე, აქეთ. აქეთ ვახტები, უყურე. კალაშნიკოვი. აი უყურე იარაღ კიდე აქ. ამით უნდა თქვენი. თქვენი მოკლა უნდა. ირაკლი ფირცხალავას გავრცელებულ მასალაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმაზეც საუბრობენ, რატომ გააჩერეს წერეთელზე მოზრავი BMW-ს მარკის ავტომობილი. ეს BMW გადმოცემული იყო და თვითონ გავაჩერეს. ეს არის ხოლმე ფაბილიანი BMW. მე გადმოვე, მე და ეს გავაჩერე. როდის გახდა რობაქიძის მეგობრების ავტომობილი პოლიციისთვის საეჭვო, ამაზე დღეს ირაკლი ფირცხალავა მისაუბრა. ის იმ დროს დიდუბეთ-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. ფირცხალავას ინფორმაციით შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ის BMW სხვა დანაშაულში ფიგურირებდა. ეს მანქანა შუა დღეზე იმ დღეს ფიგურირებდა დინამო სტადიონთან მომხდარ ჩხუბში, რა დროსაც ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი. და შესაბამისად ეს მანქანა იყო გადაცემული დაკავებას. მანქანაში მჯდომი, ეს ჩემი ინფორმაცია, რომელიც მე მოვიპოვე, ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტარობაქიძის მეგობარი. თუ არ ვწდები, ერთი უნდა ყოფილიყო ნაცნობი. ბუტარობაქიძე შემთხვევით არის ამ მანქანაში მოხვედრილი. ირაკლი ფირცხალავას ეს ვერსია უარყვეს ბუტარობაქიძის მეგობრებმა. ირაკლი მიქაბერიძის განცხადებით 9 წლის წინ მანქანაში მყოფი პირები ბუტარობაქიძესთან მეგობრობდნენ და შესაბამისად ის იქ შემთხვევით არ აღმოჩენილა. მიქაბერიძე დღეს გავრცელებულ ვიდეო მასალას სიცრუეს უწოდებს და ისევ ამტკიცებს, რომ იარაღი მათ პოლიციამ ჩაუდო. ის ფაქტი, რომ ბუტა ჩვენთან შემთხვევით მოხდა, ეგ რანაირად უნდა მომხდარიყო შემთხვევით, მე კი მეგობარი იყო ასევე ბართაიასთანაც მეგობრობდა დანგაძესთანაც, ანუ ჩვენ ერთი ინსტიტუტიდან მოვიდოდით და უცხოები რო ყოფილიყავით მთელი საღამო და მთელი ღამე ერთად არ ვიქნებოდით, ხო? ერთი ეგა. მეორე ის, რომ თითქოს ვითომ ჩვენ იარაღი გქონდა მანქანაში, ჯერ თუ მანქანაში იარაღი არის, რატო გაუჩერებს ამას, რა ქვია, პატრულს, ხო? როცა გეუბნება რომ გააჩერე. ეს იარაღის ჩადება და შემდეგ გადაღება მოახდინეს მთელი ეს იმის, რა ქვია, ფაქტების ფალსიფიკაცია თვითონ იმათმა. კადრების ნამდვილობას ექსპერტიზა დაადგას. ირაკლი ფირცხალავა მის მიერ მოპოვებული მასალა მთავარ პროკურატურას მტკიცებად უკვე წარუდგინა. ბუტარობაქიძის საქმეზე ბრალდებული ვარაუდობს, რომ კადრების შესწავლის შემდეგ გამოძიების მიმართულება შეიცვლება. როდესაც აი ეს ინფორმაცია იყო კომახიძისგან მომდინარე, მე მეგონა რომ ეს კადრები, როცა მე ამას მოვიპოვებდი, ესენი მართლაც უიარაღოები იქნებოდნენ, იმიტომ რომ 30 თანამშრომელი დაახლოებით, რომელიც ამ კადრებზე ჩანს საპატრულო პოლიციის, რომელიც იღებს იარაღს. ეს იწყება დაახლოებით რამდენიმე წამით ადრე გასროლამდე ეს კადრები. აი ეს 30 კაცი აი ამ პროკურატურაში შესვლის მერე აბსოლუტურად უარყოფენ, რომ იქ იყო იარაღი. მე არ ვიცი რა ზეწოლა იყო მათზე, მე არ ვიცი რას ელაპარაკებოდნენ, რას პირდებოდნენ ამ ადამიანებს, არ რატო იყო მიზანი, რომ ამ ადამიანებს ეცრუათ. სრულობს მიქაძე, სრულობს პროკურატურის გამონძიებელი, სრულობს აბსოლუტურად ყველა პატრულის თანამშრომელი. ზურა მიქაძე ირაკლი ფირცხალავას მასალაში დაახლოებით 3 წუთის შემდეგ ჩდება. სასწრაფოს მოსვლამდე ბუტარობაქიძის პულს სწორედ ის ამოწმებს.
Ამ ვიდეო კადრების გავრცელებიდან მალევე რობაქიძის ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს. იამეტრეველს ფირცხალავას მოპოვებული მასალის არჯერა და ექსპერტიზას ითხოვს. ბუტა რობაქიძის დედის ინფორმაციით მასალა ფალსიფიცირებულია, რადგან გარკვეული ფრაზები კადრებში აღარ ისმის. 9 წელიწადი თუ ესეთი კადრები არსებობდა 9 წელიწადი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში რატომ მაშინ არაჩვენეს ეს კადრები და რატომ ეხლა გამოჩნდა რატომ არის აი ამ ახალ დამონტაჟებულ კადრებში რატომ აღარ ისმის ის მომენტი როდესაც გაეპარათ პირველად გადაღებულში და სადაც პოლიციელები ყვირიან რომ არაფერი არ აქვთ ეს საერთოდ ამოჭრეს შემდეგ მინდა გითხრათ რომ ის იარაღი რომელსაც აჩვენებენ ავტომატს ზუსტად აგერ ირაკლი გეტყვით კარგად როდესაც გაიარეს პროკურატურამ სცენა ახლიდან დადგეს და ეს ადგილზე მიიყვანეს ბავშვები ერთ-ერთი გამომძიებელი მიქაბაძე რომელიც იმ ღამეს იქ იმყოფებოდა მიქაბაძე ამბობს თვითონ რომ ეს ავტომატი ჩაადებინეს წინ მანქანაში და შემდეგ ამოაღებინეს რაც გადაიღეს შემდგომ ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია ეს არის მონტაჟი გაკეთებული დონაძის მიერ რატომ იყო დღემდე ეს მასალა საიდუმლო ამაზე პასუხი არც ირაკლი ფირცხალავას აქვს მტკიცებულების პროკურატურაში შეტანამდე მან ჟურნალისტებთან დეტალურად მოყვა როგორ მიიღო ინფორმაცია კადრების არსებობის შესახებ და შემდეგ როგორ მოიპოვა მასალა ზაფხულში ჩემთვის გახდა ინფორმაცია ცნობილი რომ კომახიძე ვალხაზი ქვია თუ ვახტანგ კომახიძის სახელით რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდა კადრები, რომელიც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე პირველივე წამებით. მაშინ მე ყურადღება არ მივაქციე ამას, იმიტომ რომ იცით ხა კომახიძეს ეს არის ადამიანი, რომელიც თავის შიზოფრენიული აზრები გადააქვს ფილმში და მე საზოგადოებას ანახებს ამას ყოველივეს. აი მათი დღის განმავლობაში მე გავუშვი ზუსტად ის მესიჯები იმ ადამიანებთან ვისაც წესი და რიგით შეხება უნდა ქონოდა ამ კადრების ფლობას მე მოვიპოვე ეს კადრები ვახტანგ კომახიძემ ამ საკითხზე კურიერთან ინტერვიუზე უარი თქვა თუმცა საინფორმაციო სააგენტოებმა მისი კომენტარი მოგვიანებით გაავრცელეს მე ამ თემებთან დაკავშირებით არავითარი მასალა არ მქონია იმის გარდა რაც გავაკეთეთ 2006 წელს. მას არის წყარო უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტრო ან მისი პრესამსახური რომელიც ადგილზე გადაღებას აწარმოებდა. როგორ წარმოგიდგენიათ რომ ადამიანებისგან მასალა მოხვდა ჩემთან და მე ამ მასალის გაყიდვას ვცდილობდი. ესე იგი მათ მე მომცეს მასალა იმისათვის რომ მათთვისვე მიმეყიდა. ეს სრულიად უგუნური მოსაზრება და ბრალდებაა. როდესაც პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა და ჩიხში შევიდა მიზეზი იყო ის რომ მათ არ ჰქონდათ მტკიცებულებები რომელიც ადასტურებდა რომ იმ მანქანაში იერარქიის სინამდვილეში არ იყო. ეს იყო ფალსიფიცირებული ვიდეო მასალა და ის არ აღმოჩნდა საკმარისი და საქმე ჩიხში შევიდა. სადაო კადრებში ორჯერ ჩანს გურამ დონაძე დღეს გავრცელებული მასალით მტკიცდება რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი 9 წლის წინ შემთხვევის ადგილზე იყო. ამას არც თავად უარყოფს, თუმცა აცხადებს რომ კადრების არსებობა არ იცოდა. დღეს რაც მოხდა, რაც მე ვნახე 12 საათზე კურიერში, ჩემთვის იყო შოკი, იმიტომ რომ არ ველოდებოდი ასეთი მძიმე მასალას. ძალიან ბევრი კადრი მეცნო. შესაბამისად, იქ არის იდენტურობა იმ კადრების, რომელიც მე 9 წლის წინ ჩემი თანამშრომლის მეშვეობით გავავრცელე, ხო? ძალიან ბევრი რამე ემთხვევა. იარაღების იქ არსებობა თუნდაც, იქ პატრულები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მაღალჩინოსნები და ასე შემდეგ. იქ ყველაფერი შეგიძლიათ თქვენ ნახოთ. უბრალოდ ამ წლების განმავლობაში მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ რაღაცას, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა, ეს თემა რო პოლიტიკურ ჭრილში გადაზრდილიყო, ამონტაჟეს ისე როგორც მათ უნდოდათ. ეს არის ოპერატიული კრეფსი. მე ეს კრეფსი მოვითხოვე პროკურატურაში, სად არის მეთქი, ამოიღეთ 9 წლის წინანდელი კრეფსები. თქვა და იცი რა მითხრეს? არ არისო არქივიო შენახული კრეფსებისო. აი ბატონებო, რის საფუძველზე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ინფორმაცია. ადგილზე მყოფი ყველა პატრულის თანამშრომელი აძლევს ჩვენებას გამოძებას, რომ იარაღები არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, მათ აბსოლუტურად არაფერი არ ქონდათ და ასე შემდეგ. ანუ მხოლოდ ეს გარემოებაა საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ უკვე ეჭვს დავაყენოთ ამ მოწმეთა ჩვენებები, მათი ნამდვილობა, ასევე სხვა მოწმეების ჩვენებები, გარდა ამისა, ეჭვს დავაყენოთ სხვა გარემოებანი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეში არის დღესდღეობით. როდის ჩაუტარდება ირაკლი ფირცხალავას მოპოვებულ მასალას ექსპერტიზა უცნობია. მთავარმა პროკურორმა კურიერთან სატელეფონო კომენტარში არ გამორიცხა, რომ ექსპერტების დასკვნის შემდეგ გამოძიებაში ბევრი რამ შეიცვალოს. ეს მასალა
არის ერთ-ერთი მტკიცებულება აი ამ გამოძიების საქმეში. პირველ რიგში უნდა დადგინდეს იქ ასახული კადრების ნამდვილობა, ავთენტურობა, არა მანიპულირება და არა მონტაჟი. მას შემდეგ და იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დადგინდება, უკვე ყველა აღწერილ მოვლენას, რაც იქ არის ასახული, პირს, ქმედებას, ჩვენ სკრუპულოზურად შევისწავლით და ბუნებრივია იმის მიხედვით იქნება განსაზღვრული გამოძიების საბოლოო პოზიცია. კი ეს გამოიწვევს შეცვალოს გამოძიების არსებული პოზიცია, ეს ასეც მოხდება, რადგან ჩვენი მიზანი არის ჭეშმარიტების დადგენა და სხვა მოცემულობა აქ არ აგვაქვს. თუ აღმოჩნდება, რომ არის აცდენა ჩვენს ამჟამინდელ პოზიციასა და აი ამ ვიდეო მასალაში ასახულ პოზიციას შორის და თუ ეს ვიდეო მასალა მიჩნეული იქნება ნამდვილად, ბუნებრივია, მაშინ ჩვენ კორექტიებს შევიტანთ ჩვენს მიერ წარმოებულ გამოძიებაში. თქვენ მეკითხებით პასუხისგებაში მისაცემ პირებს ამ ვიდეო მასალიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და შემდგომ მოხდეს შედარება, თქვათ, თუ ეს პირები დაკითხული ყავს მათ ჩვენებებს შორის, ან თუ დაკითხული არ აქვს საერთოდ მათი გამოვლენა და გამორიცხული არაფერი არ არის. კადრების გავრცელების შემდეგ პროკურატურას არავინ დაუკითხავს. პირველი ვინც საქმეში ახლად აღმოჩენილი გარემოების შემდეგ ჩვენებას მიცემს, ირაკლი ფირცხალავა იქნება. კბილაშვილის უწყებაში მას ხვალელოდებიან. ეს არის კადრები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2004 წლის 23 ნოემბრის ღამით გაავრცელა. ძალოვანი უწყების მაშინდელი ოფიციალური ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია შეიარაღებული დაჯგუფების წევრების დაკავებას ცდილობდა. გამოძიება ამბობდა, რომ ბუტა რობაქიძე ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. ნაჩვენები იყო იარაღიც, რომელიც პატრულის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს. გამოძიება ბუტა რობაქიძის საქმეზე 2006 წელს დასრულდა. პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა ჩვენება შეცვალა და აღიარა, რომ რობაქიძეს არ უსვრია. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნოდა სასჯელი გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით მიუსაჯა. ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები და მეგობრები სასამართლოს უნდობლობას უცხადებდნენ და საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვდნენ. ზურამიქაძემ საწაიღო ის ავტომატი, რომელიც ხელში ეჭირა და ვითომ ქონდა ჩემ ბავშვს. საწაიღო ეს ავტომატი. სადმეად. ან ვინ ჩადო ის იარაღი, ან ვის სახელს არქმევს იმ იარაღს ახლა. ბუტა რობაქიძის საქმე ერთ-ერთი იყო იმ გახმაურებული საქმეებიდან, რომლის ხელახალი გამოძიების პირობაც ახალმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე, მთავარმა პროკურორმა კი პოსტის ოფიციალურად დაკავებამდე დადო. ის საქმეები, რომლებიც საზოგადოების გავრცელებული და გაბატონებული თვალსაზრისიდან გამომდინარე არ არის ბოლომდე გამოძიებული, ისინი იქნებიან გამოძიებულნი. საქმის ხელახალი გამოძიება რამდენიმე თვე გაგრძელდა. მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს მოწმეები, მათ შორის ბუტა რობაქიძის მეგობრები და ოჯახის წევრები. პროკურატურამ ცოტა ხნის წინ რობაქიძის მეგობრების ახალი ჩვენებებიც გაავრცელა, რომელიც მათ ძალოვანებს შემთხვევის ადგილზე მისცეს. საერთოდ დაგვიწყეს ჩხრეკა, არაფერი არ ვქონდა და გვიბძანის დაწოლა. ესე ვიდექი მე იდგა ბუტა და ყვიროდა ის, რომ დაწექით თქვენი დედაო. გინები ჩეურაცხყოფას აყენებდა და ამასობაში ბუტამაც შემოხედა რა, ესე რომ უნდა ეთქვა რაღაცზე მაგინებო და ამ დროს გამოუკრა. იქ მოვიდა რაღაც მანქანა რა. მანქანა რომ მოვიდა იქიდან ბაგაჟნიკი ახადეს, ნუ ვერ ვიხედებოდი ახლა კარგად რა და რაღაცა ჩანთა გადმოიღეს რა. კურირებდნენ ამ იმას რა ქვია, ვინ როგორ უნდა სად უნდა დაეყენებინა და კამერასაც ეუნებოდნენ როგორ უნდა გადაიღო, თან აჩერებდნენ მოწმეებს. ამავე მასალაში პროკურატურამ იმ გამომძიებლის ჩვენებაც გაავრცელა, რომელიც 2004 წლის 23 ნოემბრის ღამით შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მომხდარიდან 9 წლის შემდეგ შალვა ნიქაბაძე იხსენებს. ლიმონკები დაალაგეს, მას 2 ცალი მასრა დადეს. ასევე ავტომატი იდო კიდე იქ და ეს ამ ყველაფრის დაფიქსირება უნდათ რა კადრზე, რომ შემთხვევის ადგილზე გამომძიებელი აფიქსირებდა ნივთკიცებებს. დონაძე მიუთითა ერთ-ერთ ჩემთვის უცნობს პატრულის თანამშრომელს, რომ აეღო ავტომატი და ჩაედოთ წინა სალონში რა მანქანის. რაც შემდეგ მისივე მითითებითვე ოპერატორმა გადაიღო. 9 წლის შემდეგ საქმის დეტალებზე საუბრობს კიდევ ერთი მოწმე გოჩა მუკბანიანი. ბიჭო, ეხლა ყურადღებით მომისმინე. მაწვდის ფურცელს, სადაც ჩამოყალიბებულია ჩვენება, რომელიც მე უნდა მივცე სასამართლოზე.
და მეუბნება ესეთ რამეს, შენ თუ იმას იტყვი, რომ მე შემთხვევის ადგილზე კი არა, საერთოდ საქართველოში ვიყავი, მე შენ ცრუ ჩვენებისთვის დაგიჭერ. ახალი ჩვენებების და ახალი მტკიცებულებების საფუძველზე არჩილ კბილაშვილის უწყებამ ბუტა რობაქიძის საქმეზე ხელახალი გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. საქმის დეტალებზე საჯაროდ მთავარმა პროკურორმა პირადად ისაუბრა. ზურაბ მიქაძემ სხვა პირებთან ერთად საპატრულო პოლიციის ორი მანქანით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანა შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ მისივე დავალებით პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით დაალაგეს შემთხვევის ადგილზე. ბუტა რობაქიძის გვამთან დადეს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი 1 მჭიდითა და 27 ვაზნით, ხოლო სხვა პირებს გაუნაწილეს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ამგვარად შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხეკის ოქმებში. მთავარმა პროკურატურამ ახალი ბრალდებულებიც დაასახელა, ისინი პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. აღმოაჩინეს რა, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ზურაბ მიქაძემ, ზაზა ბაქრაძემ, გურამ დონაძემ, ირაკლი ფირცხალავამ, დავით იაშვილმა და ალექსანდრე გვაზავამ გადაწყვიტეს ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება. რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა. ახალმა გამოძიებამ სწორედ ის ვერსია დაამტკიცა, რომელზეც ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები და მეგობრები წლების განმავლობაში საუბრობდნენ. კბილაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა პოლიციის თანამშრომლებმა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით მიიტანეს და ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს იარაღი არ ქონიათ. გამოძიება ძირითადად მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა, მათ შორის პოლიციის ყოფილი 20 მეთაურის მაიზერ ლიპარტელიანის და საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ მიქაძის ჩვენებებიცაა. აქვე აღნიშნავ, რომ გიორგი რობაქიძის ახლოს რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი არ შემინიშნავს და გიორგი რობაქიძის გარდა არც მიმიქცევია სხვა რაიმე დეტალისათვის ყურადღება. აქვე დავაფიქსირებ, საპატრულოს თანამშრომლებმა მითხრეს, რომ დაკავებულები იყვნენ სუფთები და მათ არანაირი იარაღები არ ქონდათ. მეც შევათვალიერე შემთხვევის ადგილი და არც ავტომანქანის საბარგულზე, არც მანქანაში და არც დაკავებულებთან იარაღები ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ დამინახავს. იქ ასეთი რამ არ ყოფილა. ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულების ნაწილს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით გამორიცხული არ არის, რომ საქმეზე ახალი ბრალდებულებიც დასახელდა.